სამხედრო ფორმაზე დამაგრებული რეინჯერის პატარა ყვითელი ნიშანი იმას ნიშნავს, რომ ისტორია შეიქმნა. ვესტ-პოინტის სხვა კურსანტი ქალები გარშემორტყმული იმ მომენტით იჟღინთებიან, რაც მეხსიერებას დიდხანს შემორჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ წრთნაში მომავალში მეც ჩავერთვები. ეს ჯარისკაცებს უმტკიცებს, რომ განურჩევლად იმისა, კაცია თუ ქალი, თუ საკმარისად მოინდომებ, გსურს და მცდელობას არ შეწყვეტ, ამის მიღწევა შესაძლებელია. სამხედრო ძალებისთვის აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ბევრი კურსდამთავრებულისთვის აქ გავლილ მკაცრ წვრთნებს საბრძოლო მორიგეობაზე გაგზავნა მოხვება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ქალებისთვის არ ხდება. ამჯერად კრისტენ კრისტიც და შეი ჰეივერს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა როგორც რეინჯერებს არ შეუძლიათ. სამხედრო ხელმძღვანელობამ თავდაცვის მდივანს 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, თუ ქალი ჯარისკაცებისთვის რომელი საბრძოლო პოსტები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. მოსახლეობის 50%-ს რატომ უნდა მივცეთ დისკვალიფიკაცია? ეს სიგიჟედ გამოიყურება, თუ ადამიანების სტანდარტს აკმაყოფილებენ, ჩვენ მათი მიღება გვსურს. ქალების საბრძოლო ადგილის შესახებ სამხედრო უწყების გადაწყვეტილება გრისტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კურსის დასრულების შემდეგ ის სამხედრო პოლიციაში დაბრუნდება, მაგრამ გრისტის სპეციალური დანიშნულების ძალებში სამსახურით არის დაინტერესებული. ჰეივერსაც შეეხება ის აპაჩე ვერტმფრენით ფრენას გააგრძელებს. გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.